ბორჯომ ახალციხის გზაზე მდებარე ისტორიულ ნაგებობათა შორის მნიშვნელოვანია აწყური. იგი მტკვრის მარჯვენა მხარეს, ბორჯომიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ძველად აქ გადიოდა ის მაგისტრალური გზა, რომელიც საქართველოს აკავშირებდა წინა აზიასა და დასავლეთის ქვეყნებთან. საუკუნეთა განმავლობაში ამ ჯაჭვის ერთ მთავარ რგოლს აწყურის ციხე წარმოადგენდა. აწყურის ციხე მაღალ, კლდოვან ბორცვზე დგას. ბორცვის მთელი ტერიტორია და ზოგიერთი მხარის მიმდებარე ნაწილიც ციხესთან ყოფილა დაკავშირებული. ნანგრევებიდან ჩანს, რომ ციხე დიდი მასივებით ნაგები, ძლიერი სიმაგრე ყოფილა. ამ უზარმაზარ ნანგრევებში ფენების გამიჯვნა საკმაოდ ძნელია. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პირველი ფენა ადრე ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ყველაზე უკეთ მაღალი ციტადელია შემონახული. მას მოსდევს უძველესი ფენა სამხრეთი გალავნის სახით. მესამე ნაწილი ციტადელის აღმოსავლეთითაა. დროის მიხედვით ესეც ადრეულია. ჩრდილო-დასავლეთით მას მიდგმული აქვს მე-17-18 საუკუნის გალავანი, საიდანაც გვირაბი ჩამოდის მტკვარში. გვირაბი ეზოს ბოლოდან იწყება, გარეთ გადის და კედელს მიუყვება. ბოლო პერიოდის გალავანი კლდეზე სამხრეთიდანაა მიდგმული. მას საკმაოდ დიდი ტერიტორია ჰქონდა შემოკავებული. კლდის სამხრეთ-აღმოსავლეთით მოზრდილი ნაწილი დიდი ხანია ჩამოშლილა და ამიტომ ეს მხარე ამჟამად მიუდგომელია. ბევრგან ჩანს გამოქვაბულების ნაშთები, ციხის ეკლესიის ნანგრევები. აწყურის ციხის აგების ზუსტი დრო უცნობია. იგი ისტორიულ წყაროებში მე-9 საუკუნიდან იხსენიება. ის, ისევე როგორც მთელი მესხეთ ჯავახეთი, გვარამ მამფალს ეკუთვნოდა. შემდეგ კი მფლობელი მისი ვაჟი, ნასრი ყოფილა. იმავე საუკუნის 80-იან წლებში, ნასრის დაღუპვის შემდეგ, მესხეთ ჯავახეთს ეუფლებიან ტაოელი ბაგრატიონები. ხოლო 100 წლის შემდეგ ეს მხარე გადადის საქართველოს მეფეების ხელში, რომლებმაც აწყურის ციხე თავიანთ ერისთავებს მისცეს. და ცხადია, აწყურის ციხეც მის მფლობელობაში გადავიდა. მომდევნო ხანაში აწყურს კვლავ მეფე იბრუნებს, ხოლო მე-13 საუკუნის შუა წლებისთვის მას სამცხის მთავრები, ჯაყელები ფლობდნენ. ასე გრძელდებოდა მე-16 საუკუნის შუა ხანებამდე. აწყურის ციხე მათ ერთ-ერთ რეზიდენციასაც წარმოადგენდა. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსუდან დედოფალმა მე-13 საუკუნის მეორე-მეოთხედში თავისი ქალიშვილი თამარი მიათხოვა საბერძნეთის სულთანს ყაიას ედ-დინს და მზითვებში აწყური მისცა. აწყურის ციხეს მრავალი უბედურება უნახავს. კერძოდ 1260 წელს ურჩი მეფე დავით გიორგის ძის დასასჯელად ყაენმა არღუნ-ნოინი გამოგზავნა. ქართველები დამარცხდნენ. დავითმა თავი ერთგულ სამცხის მთავარს ჯაყელს შეაფარა და აწყურში დადგა. მე-15 საუკუნეში აწყური რამდენჯერმე დალაშქრეს სპარსელებმა. შაჰმა უზუნ ჰასანმა 1777 წელს სამცხე სასტიკად დაარბია და აწყურს მიადგა. ციხის მცველებმა ნახეს რა მტრის სიმრავლე, გადაწყვიტეს დანებებოდნენ და შაჰს მშვიდობა სთხოვეს. შაჰი დათანხმდა, მაგრამ ციხე მაინც მოაოხრა. 10 წლის შემდეგ სამცხეში ირანის შაჰი იათუბ ყაენი შეიჭრა. სხვა ქალაქების აღების შემდეგ მან აწყურიც აიღო და იქიდან მრავალი ტყვე წაიყვანა. ამდენი ბრძოლებით დასუსტებული მხარე მე-16 საუკუნის ბოლოსთვის თურქეთმა დაიპყრო. მოგვიანებით 1770 წელს რუსის ჯარით დაიმედებულმა ერეკლე მეორემ ახალციხის საფაშოს შეუტია. ახალციხისკენ მიმავალ გზაზე ჯერ აწყურის ციხე უნდა აეღოთ. ციხეს შეუტიეს კიდეც, მაგრამ რუსმა გენერალმა ტოტლებენმა მეფესთან შეუთანხმებლად თავისი ჯარი გამოაბრუნა. მარტო დარჩენილმა ქართველებმა უკან დახევა ამჯობინეს და მტერს ბრძოლა ასპინძაში გაუმართეს, სადაც გაიმარჯვეს კიდეც. აწყური სამშობლოს მხოლოდ 1828 წელს დაუბრუნდა.